აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებმა ვეტერანებთან ერთად ვაშლიჯვრის ძმათა სასაფლაოზე საქართველოს ეროვნული გმირის გურამ გაბესკირიას საფლავი ყვავილებით შეამკეს და მის ხსოვნას პატივი მიაგეს. გურამ გაბესკირია 1947 წლის 2 მარტს სოხუმში დაიბადა, 1992 წელს გახდა სოხუმის მერი, ხოლო 1993 წელს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს და თავდაცვის საბჭოს წევრი. 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემის დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად პოლკოვნიკმა გურამ გაბესკირიამ უარი განაცხადა ალყაში მოქცეული ქალაქის დატოვებაზე, რის შემდეგაც ტყვედ ჩავარდნილი მთავრობის ყველა წევრი, მათ შორის გაბესკირია სეპარატისტებმა დახვრიტეს. არასოდეს სანამ ცოცხალი ვარ, ასე უპასუხა ტყვედ ჩავარდნილმა გურამ გაბესკირიამ ბოევიკების მოთხოვნას. დაიჩოქე პატიება გთხოვე და შეაგინე ქართველებს. გურამ გაბესკირიას მინიჭებული აქვს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება. ამ ადამიანის შინაგანი ძალა, ბუნება გამოჩნდა სწორედ ომის წლებში და განსაკუთრებით იმ მძიმე წუთებში, როდესაც ოკუპანტებმა აიღეს ქალაქი სოხუმი. მისი სიტყვები რუსულად ნათქვამი ნიკაგდა в жизни, არასოდეს ცხოვრებაში სამუდამოდ შევა საქართველოს ისტორიაში, როგორც გმირობის, ადამიანის გაუტეხელობის ერთ-ერთი ესეთი ბრწყინვალე ნიმუში. ეს არის ეროვნული გმირი, დღეს მისი დაბადების დღეა და ჩვენ აფხაზეთის მთავრობა, უმაღლესი საბჭო და მეომრები ტრადიციულად ამოვდივართ ყოველთვის ყოველ წელს და აღნიშნავთ ხოლმე და მე მინდა რომ უფრო მეტად დაფასდეს ჩვენი ეროვნული გმირები, ბატონი გურამი, ბატონი გენო ადამია, ბატონი ჟიურ შარტავა, მამი ალასანია. ისინი არიან ეროვნული გმირები და ჩვენი ახალგაზრდებმა უფრო მეტად დაიცოდნენ. დღეს პატივს მივაგებთ საქართველოს ეროვნული გმირის, სოხუმის დიდ პატრიოტს, ბატონ გურამ გაბესკირიას ხსოვნას. მისი სახელი დაკავშირებულია ვაჟკაცობასთან, მამაცობასთან, თავგანწირვასთან, პატრიოტიზმთან. ჩვენი ვალია ახალგაზრდა თაობას შემოუნახოთ ისეთი დიდი და გმირი ადამიანების სახელი და გვარები, როგორიც გახლავთ ბატონ გურამ გაბესკირია.